გამარჯობათ. დღეს მინდა ვისაუბრო ბიოსტანდარტის ნაკლოვანებებზე. ეს მე მგონი რომ აუცილებელია იცოდეს ბიოპროდუქციის მომხმარებელმა. წარმოებულის ბიოსერტიფიკატის არსებობა არ არის გარანტია იმისა, რომ პროდუქცია იქნება უბნებელი. მართალია, წარმოებელს ეკრძალება სინთეზირებული მინერალური სასუქების გამოყენება, მაგრამ ბიოპროდუქტში ნიტრატების მატება შეიძლება ზედმეტი ნაკელის გამოყენებამაც გამოიწვიოს. სულაც არ არის სავალდებულო ამონიუმის ან კალიუმის სელიტრის გამოყენება. რა თქმა უნდა, ბიომეურნე ზედმეტი ნაკელის გამოყენებით ვერასოდეს ვერ მიაღწევს ნიტრატის ისეთ დონეებს, როგორიც შესაძლოა და გვხვდება კიდეც კონვენციურ სოფლის მეურნეობებში, მაგრამ პროდუქცია მავნე სულ თავისუფლად შეიძლება გახდეს ნაკელის გამოყენებითაც. ხოლო ბიოსერტიფიკატის გამცემი ორგანო ნიტრატების დონეს პროდუქტში არ აკონტროლებს. ის უბრალოდ აკონტროლებს, რომ ფერმერმა არ შეიძინოს და არ გამოიყენოს მინერალური აზოტოვანი სასუქები, მაგრამ პროდუქციაში ნიტრატის დონეს სასერტიფიკაციო ორგანო არ ამოწმებს, ეს არ არის მისი ფუნქცია. პირადად ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, ეს არის ბიოსტანდარტის სერიოზული ნაკალი. ეხლა, ქიმია ბიოპროდუქციაში შეიძლება სხვანაირადაც მოხვდეს გარედან. ეხლა ბიომეურნეობა იზოლირებული არ არის. მაგალითად, ნაკელი, რომელსაც ბიოფერმერი იყენებს სასუქად, არ არის სავალდებულო იყოს ბიოფერმიდან. მართალია ასეთი ნაკელი ჯერ უნდა კომპოსტირდეს, მაგრამ ყველა მავნე ნივთიერება კომპოსტირებისას არ იშლება და შესაბამისად ხდება კიდეც ბიოპროდუქციაში. აქ ჩემი კომენტარი იქნება შემდეგი. ეს არ არის სერიოზული პრობლემა, ამ გზით მართალია ფერმაში გამოყენებული ანტიბიოტიკი ან ზრდის სტიმულატორი შეიძლება მოხვდეს ბიოპროდუქციაში, მაგრამ ეს იქნება ძალიან ცოტა. ბოლოს და ბოლოს იმ ფერმის მიერ წარმოებულ ხორცს ჭამენ ადამიანები და არაფერი არ ბოზდით, როდესაც ნორმები დაცულია. ამავე დროს მეფრინველეობის და მეცხოველეობის ფერმებში სავალდებულოა ბიოსაკვების გამოყენება, როდესაც ამ ფერმას ბიოსერტიფიკატი უნდა მიენიჭოს. ეს კი არის უკვე ძალიან უაზრო მოთხოვნა. თურმე მცენარეებს შეიძლება მივაწოდოთ კონვენციური მეურნეობიდან მიღებული სასუქი, ხოლო ცხოველებს არ შეიძლება მივაწოდოთ კონვენციურ მეურნეობაში წარმოებული მცენარეული პროდუქცია. თუნდაც მისი უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს. ამ მოთხოვნის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოში კი არა, ევროპა და ამერიკაშიც. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს მოთხოვნა მნიშვნელოვნად აძვირებს ბიოსტანდარტის ხორცის წარმოებას და შესრულება ვიმეორებ არის პრაქტიკულად შეუძლებელი. მეორე მხრივ, ბიომეცხოველეობაში და მეფრინველეობაში რაღაც სტანდარტები და ნორმები აშკარად არის არასაკმარისი. მაგალითად, ქათმისათვის ეს არის სასეირნო ადგილად 4 კვადრატული მეტრის დაწესება, რაც არანაირად არ ყოფნის ფრინველს. ამ დროს ამერიკაში გამოყენებული ფასტ ფაულტრი მეთოდი, რომელიც მოძრავ საქათმეს და მოძრავ სასეირნო ადგილს ითვალისწინებს, ბიოსტანდარტში ვერ გადის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უკეთ უზრუნველყოფს ფრინველის ჯანმრთელობასაც და ხორცის ხარისხს, ვიდრე სტატიკურად 4 კვადრატული მეტრის დამაგრება ერთ ფრთა ფრინველზე. ბიოსტანდარტს კიდევ სხვა პრობლემებიც აქვს, რის გამოც ის არ არის ცალსახად უსაფრთხოების გამსაზღვრელი. ახლა მათზე საუბარი ძალიან გააგრძელებს ვიდეოს, ამიტომ შემდეგში იქნება მცირე პორციებით სხვა ვიდეოებში. დღეისათვის კი სულ ეს იყო. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.